მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ძალიან გამახარეთ თქვენ, წავიკითხე კომენტარებში უკვე რამდენიმეჯერ და მიხარია რომ თქვენ არა მხოლოდ გინდათ გაშლები ჩვენ და საუბრები ჩვენ აქ გქონდეს არხზე მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობაზე, ძალიან მიხარია ვინც გახსენით ეს ვიდეო, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის კიდევაც დახმარება ტაროსგან, ჩვენი ფსიქოლოგიის ციგნისგან, თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე, კარიერაზე, ბიზნესზე, ვის რა გაქვთ, ხო? აი დღეს გავაკეთეთ ეს გაშლა. ვნახოთ, ну აქ სხვათაშორის უკვე მაჩვენებენ, რომ აქ არის ქალი, რომელიცაც მოსწონს ის, რასაც აკეთებს, ან რაღაცა არჩევანი გააკეთა ისეთი საქმიანობის, რომელზეც ოცნებობდა. ეგ ძალიან კარგი. ვნახოთ ახლა ჩვენ, რას გვაჩვენებს ჩვენ ტარო. ვინც პირველად არის ამ არხზე, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე და კიდე მინდა გითხრათ, ვისაც ვინც იცის რუსული ენა, იცით თქვენ რომ მე უფრო რუსულენოვანი ვარ, იქა ძალიან დიდი ხანი არ გამიკეთებია გაშლები, მთხოვეს და ეხლა ისე ვავაღდგინე ჩემი რუსული არხი, შეგიძლიათ იქაც ნახოთ გაშლები, თუ იცით რუსული, სიამოვნებით იქ გელოდებით. დავიწყოთ ახლა ჩვენ. პირველად, თქვენთან ეხლა ამჟამად რა მდგომარეობა გაქვთ თქვენ? თქვენს საერთოდ პროფესიაში რა, ანუ იმის საქმეში რა, რითიც ხართ თქვენ დაკავებული. მოდით ეს ვნახოთ. და აქ რამდენიმე დასტა გამზადებული მაქვს. ვნახოთ რა გამოძრავებს შენს სამუშაოზე, ანუ რატომ ხარ, აი ასე ვთქვათ, რა გამოძრავებს პირველ რიგში რა. ვნახოთ თქვენი ვნახოთ იცით რა არის, ანუ თქვენი ძლიერი მხარეები და ტალანტები და ხო, იყოს იმდრო რომ კითხვა მაქვს ხა კიდე. ვნახოთ კიდე რა რესურსები ამ მხარდაჭერა გაქვთ თქვენ. რა რესურსები ამ მხარდაჭერა გაქვთ. ვნახოთ რა დაბრყოლებები ან შეზღუდვები გაქვთ, ანუ დგას თქვენს წინ. აი ეს ვნახოთ. რა შესაძლებლობები და პერსპექტივები გაგეხსნებათ, აი ესეც ვნახოთ. რა უნდა გაუშვათ ან შეცვალოთ თქვენს საქმიანობაში. Ну, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ თქვენი საქმე უფრო და უფრო კარგად წავიდეს, ხო? და რა ნაბიჯები უნდა გააკეთოთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენი, თქვათ, ახლა კარიერა წინ წავიდეს, ხო, თქვენი საქმიანობა და ნახოთ შედეგი, იყოს აქ შედეგი. და აქ, ну, აქ პრინციპში მაჩვენებენ, ხო გითხარით, აქ ვიღაცამ აიღო, აი ვისის უფრო იქნება კიდე იცით, აქ გაშლა, ვინც აიღო, ეხლა დიდი ხანი შეიძლება თქვენ ეძებდით თქვენს პირად დანიშნულებას, აი დიდი ხანი შეიძლება ეძებდით, მაგრამ ვერ პოვლობდით. ან შეიძლება, ну, ხა აქ არ გამოვრიცხავრო, თქვათ, ეხლა რაღაცა გააქვთ თქვენ აქ გამოცდილება ზურგს უკან, ასე რომ თქვათ, რაღაცით იყავით დაკავებული და ეხლა შეიძლება ფიქრობთ, რომ აი ეს კიდე მინდა რამე ისეთი ცოდნა მივიღო, რომელიც მომცემს კიდე, ანუ ნახეთ როგორ არის, არის ზოგჯერ ისეთი პერიოდი, იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს თქვათ, ну, რაღაცა გამოცდილება, შეიძლება სხვადასხვა პროფესიები უკვე მოვსინჯე, შეიძლება სხვადასხვა კურსები გავიარე, შეიძლება და განათლება გაქვთ, თქვათ, რამდენიმე. სხვათა შორის, აი, ერთი რამე უნდა გითხრათ მე თქვენ, რომ არასოდეს არ თქვათ, რომ რაღაც, აი, თქვათ, მოგივიდეთ რამე აზრად, ხო? რომ ეს მინდა ვისწავლო. აი, არასოდეს არა თქვათ, უარი იმ თქვენს ოცნებაზე, რომელიც მაპატიეთ ახლა всё წავედი ნაკადში. ანუ დაუშვოთ თქვენ რაღაცა კურს გადეხართ. აი სული გეუბნება თქვენი გული, რომ აი ეს მინდა ვისწავლო, ხო, მაგრამ ხა ტვინი გეუბნება რისთვის გჭირდება ახლა ეს ამიხსენი. აი რისთვის გჭირდება. მაგრამ აი გული გეუბნება, რომ არა, მოდი რა ვიყიდოთ ეს და ვისწავლოთ. და ეს უკვე გამოცდილებიდან გეუბნებით, იმიტომ რომ დადგება დრო, სადაც აი შეიძლება ის უაზრო რაღაცები შენ რო გეჩვენებოდა, ან შეიძლება შენ როდესღაც დაამთავრე რაღაცა და გამოგადგებათ. აი ხა, ну, პატარა მაგალითს ახლა მისცემ ჩემ თავისუფლებას, ანუ ჩემ შვილმა დაამთავრა უმაღლესი, არის IT სპეციალისტი, ხო? ჩემმა ბიჭმა. მაგრამ
17 წლიდან 32 წლამდე არც ეხებოდა თითქმის მაგ თემას. მაგრამ სულ იძახდა, რა ვიცი, დავამთავრე, კი მომწონდა ეს კომპიუტერები და რაღაცები, მაგრამ სულ იყო მშენებლობაში და არის კიდევაც, ახლა ბიზნესი აქვს, თავისი კომპანია და ასე შემდეგ, წარმატება და ყველაფერი, მაგრამ დადგა ისეთი პერიოდი, რომ ეხა დაიწყო ისეთი საქმიანობა, აი რაღაცების ქმნის, რაშიც ძალიან გამოადგა მას ის მისი პირველი განათლება, რომელსაც არ იყენებდა საერთოდ თითქმის. მაგრამ ეხლა ძალიან დაეხმარა, ეხლა მასეთი მაგალითები მე მაქვს ხო საერთოდ თუ ამრავი და ამიტომ აი აქ რატო მოვიყვანე ეს მაგალითი, იმიტომ რომ აქ ადამიანი რაღაცას ეძებდა და შეიძლება ნახათ როგორი მომენტი მოხდა თქვენ ცხოვრებაში, რომ დაუშვოთ თქვენ აი გრძნობთ, რომ რაღაცა პერიოდი, სადაც მე რაღაცით ვიყავი, აი თქვა დაუშვოთ მე ვიყავი სკოლის დირექტორი, ვიყავი თქვა განათლებაში, მასწავლებელი, ასე შემდეგ, მაგრამ დადგა პერიოდი, როცა უკვე თქვათ, ეხლა ჩემმა სულმა დამიძახა, შედი და ისწავლე ტარო სიტყვაზე, ხო, შედი ეზოტერიკაში. ეს ცოტა მე დანახა ძალიან მიწიერი ვარ. ამიტომ არალოგიკური იყო, ხომ ასე ახლა, კი, ხა გასართობად რატომ არა, მაგრამ როგორც პროფესია რანაირად, ხო? აი ვერ ვხედავდი მაგაში ვერაფერს, აი თქვა, ახლა რო ეს როგორც პროფესია, ახლა მკითხავი ხო არ ვიქნები, ახლა დავჯდე ახლა და მოდით აბა ვიმკითხავ. არა ვარ ეგეთი ტიპი რა. ხო და ამიტომ ეს იყო ჩემთვის უცნაური, მაგრამ აი ზუსტად აქ ნახat, აი სიბნელეში დგას ადამიანი და ეძებს და მოდის აი ეს განდეგელი, ხო, მოდი რაღაცა ახალი ვისწავლო, ხო? მაგრამ აი ზუსტად ეს მომენტი იყო, რომ ავდექი დავუჯერე ჩემს თავსაც და სულსაც და ყველაფერს. მოდი, აბა ესეც სინჯოთ, მაშინ იქნება და რა ხდება და ზუსტად აი ეს სიამოვნება და პლუს კიდე აი აქ, ამ დასაშე ცოტა ისეთი ის არის, რა ქვია, მე-16 არკანი რა, კოშკი, ანუ ზუსტად აი ეს სწავლა, ხო? ბედნიერებას მოგიტანს. даже შეიძლება ცნობილიც გახდებით და ძალიან ბევრი კლიენტების გეყოლებათ და ფულიც და ყველაფერის გექნებათ. მივხვდით? მაგრამ უბრალოდ უნდა გააკეთო ეს ნაბიჯი, უნდა დაუჯერო შენს სულს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე შენ ეს მოგწონს. შენი სული გეუბნება, მიდის სინჯე, შენ რაღაცას ნახულობ ინფორმაციას, მიმართულებას, ვიღაცა შეიძლება შეხვდე, რაღაცა ინფორმაცია მიიღე, ხო? და რა თქმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, უნდა ნახო, ან შენი თქვათ ახლა მასწავლებელი, ან თქვათ ადამიანი, ვინც შენ მოგცემს ამ ცოდნას, რომელიც შენ გინდა, ისწავლო და ნამდვილად იპოვო შენი გზა, რომელიც შენ მოგიტანს ფინანსებს. აი აქ მოკლედ ახლა დასტა რაღაც დღეს სასწაულს აკეთებს. ტყუილა არ მეძახდა რომ მე ვიმუშავებ შენთან დღესო, რა ვიცი, აი მოგიყევით თელი ისტორია. იმიტომ რომ აი ზოგჯერ ჩვენ ვეჭვებთ, ჩვენ ვართ ნახat აყოლილები კიდე ხშირად სხვის აზრებს რა. ისინი რა სიტყვენ, ასინი რა სიტყვენ, აი ეს რა სიფიქრებს, აი იცით რა არის, თქვენს თავზე იფიქრეთ რა პირველ რიგში, თქვენ სულს რა უნდა დამიჯერეთ, რომ მე რომ ასე მეფიქრე, დღეს არ მექნებოდი ის, ვინც ვარ და არც მექნებოდა ის, რაც მე დღეს მაქვს, ხო? და ეს ზუსტად ეს არის, ანუ თქვენს თუ სადმე გინდა და გეძახეს თქვენი სული, არასოდეს არ თქვა თუ არის, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში სადღაც, როდესღაც გამოგადგებათ, ან გაგიყვან თქვენ იქ, სადაც თქვენ უნდა იყოთ უეჭველი, დამიჯერეთ სულს და გულს, უსმინეთ ხოლმე და დაუჯერეთ. მოდით დაუბრუნდეთ ჩვენს გაშლას ახლა. ვნახოთ თქვენი ახლანდელი, რა ხდება ახლა. აი ზუსტად აქ არის როგორი სიტუაცია, არის რვიანი, აქ ჩვენ გვაჩვენეს ნულის არკანი იყო და აქ არის რვიანი თასების. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ პრინციპში აი აქ უკვე სულმა დაგიძახათ რა და რა ხდება ახლა თქვენს პროფესიულ მდგომარეობაში, თქვენ აი აქ რაღაც ესეთ ეტაპზე დგახართ, როცა ფიქრობთ, რომ მე უკვე უნდა ავირჩიო ჩემი თავი, მე უნდა ავირჩიო ის, რაც მე მინდა, რაც მე მსურს, იმიტომ რომ კი იყო რაღაცა მომენტები, შეიძლება კარგიც იყო, ცუდიც იყო, მოგწონდა და რაღაც, მაგრამ აი ამ გამოცდილებით თქვენ უკვე იქ მიდიხართ, სადაც ტყუილა არ მელაპარაკია პრინციპში, ეხლა ეს გაშლა უფრო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც
ნამდვილად შეიძლება თქვათ ან უკვე იპოვეთ თქვენი გზა, ან ეძებთ თქვენს გზას და ან უკვე იცით რომ უკვე всё, აი აქ даже როგორ არის იცით, გჭირდება ცოტა ინფორმაცია უკვე გაქვთ, გჭირდება გრძნობთ თქვენ რომ რაღაცის ნიჭი მაქვს რა. რაღაცას შეიძლება ხედავს თქვენს თავს, სულ სხვანაირი უნდა ვიყო, რაღაცა გრძნობ. თუ ასეთი რამე არა გაქვს, ეს არ არის თქვენი გაშლა ნამდვილად. და სხვათა შორის ძალიან კარგად ეხმარება ბედის მატრიცა ამის თქვათ თავის პოვლაში, იმიტომ რომ იქ უკვე არის ბევრი ვარიანტი არის, იმიტომ რომ სული როცა მოდის და იქ მატრიცაში სხვადასხვა რა თქმა უნდა არის ნაკრები ვთქვათ ახლა სულის გზიდან სხვადასხვა ცხოვრებიდან, რითი იყო ადამიანი დაკავებული და უფრო იქ ძალიან კარგად ხედავს ჩვენ ახლა პულის კარმაზეც, რესურსზე, ნიშზე და პირად სოციალური დანიშნულება, სულიერი დანიშნულება, იმდენი რაღაცებია, რომ შეიძლება შეუძლებელია რომ ვერ იპოვო შენი დაუშვათ ახლა გზა, ეს არის შეუძლებელი რა. და მithumet ეს ასეთ მდგომარეობაში, როცა თქვენ ყველაზე კი ბევრი რაღაცები შეიძლება მომწონს, მაგრამ მე ეხლა ამ ეტაპზე ვიღებ იმას, რაც ყველაზე ძალიან მიზიდავს და მივდივარ იქ, სადაც მე ვიქნები ბედნიერი. იმიტომ რომ როცა შენ საქმეს ნახულობა, როცა შენ აკეთებ იმას, რაცაც შენ აი დილით რომ გაიღვიძებ და შენ ქმნი რაღაცას, ხო? შენ გიხარია იქ რომ მიდიხარ სამსახურში, ეს ყველა ვარიანტში არის შენი საქმე, იმიტომ რომ თუ შენ დგები დილით და ფიქრობ რომ ღმერთო კიდე უნდა წავიდე, ვაიმე, აი ეს უკვე ძალიან დასაფიქრებელი თემა არის, იმიტომ რომ შენ თუ დაუშვათ ფულისთვის მუშაობ, ხო, იქაც უნდა ნახო, მაშინ შენ რაღაცა თუ გინდა რომ ფული მოგივიდეს, რამე ისეთი, რასაც თქვათ შენ მოგიტანს სიამოვნებას, თუნდაც იმიტომ რომ ვემსახურები მე ადამიანებს და რამდენადაც მე კარგად გულით და სულით ვემსახურები, იმდენი ანაზღაურებაც მექნება. იმიტომ არიან გოგოები, სხვათა შორის საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი გოგოები მყავს, ვინც მეუბნებიან, რომ აი ის ადამიანები, ვისთანაც ეგენი მუშაობენ, ძალიან დიდ საჩუქრებს უკეთებენ. даже მაქვს ახლა ისეთი რამდენიმე მაგალითი, სადაც სახლები უჩუქებიათ, ხო, დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი იმდენად გულით ემსახურება, რომ უკვე პატრონს უკვე აი უნდა კიდე უფრო მეტ რაღაცი დაასაჩუქროს, თქვათ ის ადამიანი, ვინც მას თქვათ უვლის, ხო? აი ეს ელემენტარული მაგალითი თუნდაც მაგ თემაზე. ნახოთ თქვენ რა გამოძრაობს რა ამ სამსახურს, თქვენ რა აი ზუსტად აქ არის 10-იანი პენტაკლები. შეიძლება თქვენ აი აქ რატომ ნამდვილად თქვენ ხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, ნამდვილად თქვენ ხედავთ აქ ძალიან კარგ ანაზღაურებას. აი ხა მე მაგალითად არ დაგიმალავთ და მქონდა ესეთი პერიოდი, როცა ტაროზე რო წამოვედი და უკვე რო ვისწავლე აი პირველი კურსი რო დავამთავრე, სხვათა შორის მქონდა ძალიან ბევრი მაგალითი ისეთი, ვინც ნამდვილად ემსახურება გულით, სულით, ვინც ნამდვილად არ არის დაკავებული მკითხაობით და თავის ცოდნას დევს კიდე ტარო ერთია რო იცოდე, მაგრამ კიდე რაღაცა გამოცდილებაც რო გაქვს, შენ ეხმარები, უბრალოდ ტარო არის ინსტრუმენტი, რომელიც აი უცბად რო შეგიძლია ადამიანს დაეხმარო და არ გჭირდება ახლა მილიონტრის და ახლა ეს სესიები რო გავიგო რა ჭირს ადამიანს და რა რითი შემიძლია დავეხმარო, ხო? და მithumet მატრიცასთან ერთად ხო საერთოდ რომ მატრიცის კურსიც გვაქვს ჩვენ და ტაროსაც კურსი დაიწყოთ. თუ ვინმე კიდე არ იცოდეთ, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ და აქ ნახეთ და ნამდვილად ჩემზე ისი მოქმედა რომ ნამდვილად რომ ბევრი ისეთი მაგალითი მქონდა, როცა ნამდვილად დაეხმარენ იმ დონეზე, თქვა პროფესიონალურად, რომ უკვე მიიღეს თავისი კლიენტების დიდი საჩუქრები და მე სხვათა შორის უკვე მივიღე უდიდესი საჩუქრები ჩემი კლიენტებიდან, იმიტომ რომ ნამდვილად ვეხმარები და 10-იანი პენტაკლების აი ეს მომენტი არის, როცა შენ ხედავ რაღაც პოტენციალს იქ, სადაც შენ მუშაობ, რაზეც შენ გინდა იყო დაკავებული, ნამდვილად ეს არის უკვე აქ შენ ხედავ, რომ იქ სადაც მე წავალ, მე ვხედავ დიდ პოტენციალს, მე ვიცი რომ მე აქ შემიძლია კიდევაც ბევრ რამეს ვაკეთებ, იმიტომ რომ 10-იანი პენტაკლების ეს არის აი როცა ადამიანი მართლა ის ამოძრავებს, რომ კი შეიძლება აქედან დიდ თანხაც მივიღო. კი შეიძლება აქ დავემსახურები რაღაცა, თქვა, საჩუქრებს, რაღაცებს რა, აი
სამყაროს მადლობა არის 10-იანი პენტაკლების რა. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მეც გავცემ ბევრ რაღაცას, მეც ეხლა არ დავეშურები თქვა არც ჩემს ეხლა ძალას და დროს და ასე შემდეგ და ნამდვილად აი აქ მივიღებ მე დიდ ანაზღაურებასაც რა. აი ეგეთი მომენტი არის აქ. ეს ასე მუშაობს. არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული. უბრალოდ მე ხა ჩემი არხია, ჩემ მაგალითს გეუბნებით რა. თქვენი ძლიერი მხარეები და თქვენი ნიჭი რა არის? აი აქ. აი თქვენი ძლიერი მხარეები და ნიჭი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოსვლა სხვათაშორის ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. თქვენ შეგიძლიათ, რომ აი რა დღეშიც არ უნდა ჩაგაგდოს თქვენმა აი ცხოვრებამ, ხო, ბედმა, როგორც გინდა, თქვენ ყოველთვის იცით, რომ აი შემიძლია გამოვიდე ნებისმიერი რთული სიტუაციიდან, შემიძლია ნებისმიერი პრობლემიდან ვიპოვო გამოსვლა. ანუ ნახეთ, იგივე ახლა სიტუაცია, როცა შენ შეიძლება ზოგჯერ ჩვენ ნახეთ, როცა ჩვენ ვეჯეუტებით რაღაცას, ხო? აი დაუშვათ სული, თქვათ, რაღაცა იდეა მოგაწოდოთ ჩემ შემთხვევაში, ხო, დაუშვათ. იდეა მოგაწოდა, შენ ახლა თქვათ, გახდე ტაროლოგი, ხო? საერთოდ ახლა. მაგრამ აი ეს არის როგორი თემა, იცით, როცა შენ ეწინააღმდეგები, შენ გაგდებენ რაღაცა რთულ პერიოდებში რა, რომ გაჩვენებენ და მე შეიძლება ისეთ დღეში ჩაგაგდონ, რომ ნამდვილად გაიძულებენ, ეს სიტყვაზე მუსიკაზე გინდა დაკვრა ისწავლო, თქვა, ან სიმღერა, ხო, თქვა, მღერი ხარ, კარგად, მაგრამ გეუბნებიან, რომ მიდი ჩაწერე რამე ხა, ან YouTube-ზე დადე სიტყვაზე შენი სიმღერები, ხო, ან TikTok-ზე დადე, ან რაღაცა რომ დაგინახონ ხალხმა და შეიძლება ისეთი ვიღაცამ შეგამჩნიოს, რომ ნამდვილად თქვა, ეხლა რამის თქვა, ან დისკი ჩაწერო, ან რაღაცა, რა ვიცი მე და. მაგრამ ადამიანი არა, მე მართლა ჩემთვის მღერი ხო. აი ზუსტად მე შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ გაიძულებენ, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ეს იქნება შენი თქვა, ეხლა გამოსავალი, მეტი არაფერი, მაგრამ უკვე, იმიტომ რომ სხვანაირად შენ არ გესმის და აი ზუსტად ეს სიტუაცია, ეს მიგიყვანს შენ იქ შენს წარმატებასთან და შენს იმაზე რომ გახდები ძალიან ცნობილი. მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ თქვენი აი ზუსტად ძლიერი მხარე ეგ არის რომ თქვენ პრინციპში შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაცია, რა სიტუაციაში არ უნდა აღმოჩნდეს, მისი გადაწყვეტა, რაც არ უნდა იყოს რთული თქვენთვის რა, იმიტომ რომ შეიძლება უკვე ყოფილ ხართ ეგეთ მომენტებში, სადაც დაუშვათ ეხლა გაიძულის რომ მიიღო თქვა გადაწყვეტილება და თქვენ ამას იღებთ რა. ეს არის თქვენი აი არ ნებდებით, მოდით ასე რომ თქვა და პლუს კიდე ანუ რისკიანი ხართ რა. ეგაც შემიძლია თქვა, რომ აი ბოლო წუთამდე კიდე გაქვთ ნახეთ იმედი კი არა, ნახეთ კიდე რა არის, როცა ჩვენ რაღაცას ჩავიფიქრებთ, ხო? როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაცა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, თუნდაც პროფესია არ აქვს მნიშვნელობა რომელ თემას, მაგრამ ნახეთ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, შენ დანებდები თუ არა. მით უმეტეს, როცა ჩვენ რაღაცას ვირჩევთ, მნიშვნელოვანს, რამაც უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, პირველი ნიშანი არის ის, რომ წამოვა რაღაცა დაბრკოლებები, ან წამოვა რაღაცა შეზღუდვები. დაუშვოთ ეხლა თქვა ფული გქონდა გადადებული იმისთვის, რომ გეყიდე რაღაცა თქვა კურსი, ან სწავლა, ან თქვა, რა ვიცი, რაღაცა, ან წასვლოთ თუნდაც საზღვარგარეთ, რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, უცხოთ ეს ფული რამისთვის დაგჭირდა სხვა რამისთვის, ხო? ან დაუშვოთ შენ ახლა ფიქრობდი, ოცნებობდი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, უცხოთ რაღაცა ისეთი დაბრკოლება შეხვდა, რომ ანუ ვერა რა. დრო არა მაქვს, ეს არა მაქვს, დრო რისთვის არა გაქვს, იმისთვის რომ კაი ცხოვრება გქონდეს, მაგრამ მე რა ვიცი რომ კაი ცხოვრება მექნება, რას მომცემს მე ახლა, რა თქმა უნდა, თუ არ გარისკე და ვერც გაიგებ ვერას, თუ არ სიჯნე და მაგრამ კიდე არის ძალიან დიდი შეცდომა, ჯერ დამანახეთ რა და მერე უკვე დავიჯერებ. არა, ჯერ დაიჯერე, მერე დაგანახებენ. ეს იმუშაობს სამყარო საერთოდ რა. მაგრამ ეს დაბრკოლებები იმისთვის გეძლევათ, რომ თქვენ ნამდვილად თანახმა ხართ თუ ეს იყო კიდე რაღაცა შენი თამაში. რო იტყვი რომ კი, ნამდვილად, რაც არ უნდა იყოს, აი რაც
ეგრევე გეშველება. აი თქვენ გაქვთ აქ უმრავლესობას ეს უნარი, რომ აი ნახეთ აქ ხმალი არის და ეს გოგო ფეხს როგორ ადგავს და გატეხილი ხმალები. ანუ მე შემიძლია რომ ნამდვილად მივიდი იმ დონემდე, რომ თქვათ, ახლა შეიძლება არ მოდის, ნუ არ ხდება, მაგრამ მე მაინც მჯერა და სამყარო ეგრევე გპასუხობს, იმიტომ რომ ამის მერე მოდის ხმალების ტუზი და ხმალების ტუზე ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ უკვე თვით სამყარო, თვით მაღალი ძალები გეხმარებიან თქვენ იმაში, რომ მოხდეს ის და ასრულდეს ის, რაც თქვენ გაქვთ შეფიქრებული. უბრალოდ თქვენ გაქვთ ის მოთმინება, შეგიძლიათ მოითმინოთ ბოლომდე, რამდენადაც მტკივნეული იყოს, შეიძლება მართლა, ანუ ვაკეთებ ყოველდღე, კი, ვაკეთებ, ხო ვცდილობ, ხო ისე, მაგრამ არ ნებდებით, მიდიხართ რისკზე და ეს არის თქვენი ძალიან უძლიერესი მხარე, რომ იცოდეთ თქვენ. ნახოთ ახლა რა რესურსი ან მხარდაჭერა თქვენ გაქვთ უკვე, რა რესურსი. აი ზუსტად თქვენი, აი ეს, ნუ რაზეც ვილაპარაკე რა, ორიანი არის აქ. გვერდხების ეს ზუსტად ეს არის რესურსი, თქვენ გაქვთ პოტენციალი, თქვენ გაქვთ აი როგორ იცით რომ მე მივიღებ ანუ ეს თქვათ გადაწყვეტილება და ზუსტად ეხლა მე უკვე უბრალოდ უყურებ აქ ნახეთ აქ ადამიანი შეიძლება როგორია კიდე იცით ანუ მე კი არ ვნებდები მე შეიძლება თუ აი დაუშვათ რაღაცას ვაკეთებ მაგრამ თუ არ გამომივიდა მე აი თქვათ ოცნებაზე უარს კი არ ვამბობ მე შეიძლება ნუ სხვა ხერხს თქვა დაუშვათ ეხლა ვირჩევ კიდე რაღაცა არჩევანი, რაღაცა სულ ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ ნახეთ, აქ ერთი გვერდხი ადამიანს უკანა აქვს და მეორე უჭირავს ხელში. ამიტომ აქ არის ზუსტად რომ ის გამოცდილება, რომელიც უკვე შენ გამოიარ, ისიც არის შენთვის ძალიან მაგარი რაღაცა, ხო? იმიტომ რომ შენ ახლა უკვე რაღაცა იცი უკვე რაღაცა გამოიარე, რაღაცა გამოცდილება გქონდა. შენ უკვე იცი, კი, შეიძლება იყოს დაბრყოლება, კი შეიძლება იყოს რაღაცა პერიოდი, სადაც მე ახლა მომიწევს აი ასეთი და ასეთი ყოფნა, მაგრამ მე ვიცი უკვე, მე გამოცდილი ვარ, რომ მე თუ დაუშვათ არ დავნებდები, მე მიმიყვანს ჩემი ფეხი იქ, სადაც მე ვიქნები ძალიან კარგად. მე ამისი მჯერა, იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე რაღაცა თავის ამ გამოცდილებას, როგორ არის, ნახეთ ეს გოგო როგორ დგას, აბა მიდით ახლა ვნახოთ, აბა სამყარო გამაკვირვე. მიხვდით? აი ეგეთი რაღაცა და გაქვთ თქვენ აი ეს მხარდაჭერა, კი? და თქვენ აი ზუსტ არჩევანზე დავიწყე ლაპარაკი და გულით კიდე აკეთებთ თქვენ არჩევანს, თქვენ უსმენთ თქვენს გულს, თქვენ სულს და ისე აკეთებთ არჩევანს, აი სადაც ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გულით აკეთებ არჩევანს რა. როცა შენ არ ახარ დამოკიდებული სხვის აზრებზე. აი ეს არ უნდა იყოს, აი სხვის აზრებზე აყოლილი ადამიანი, ვინ რას იტყვის ჩემზე, ვინ რას იფიქრებს ჩემზე, რა უნდა იფიქრეთ ჩემზე, ხო? აქაც არიან ვინც ადამიანები მიყურებენ, ვინც მე მიცნობდი ჯერ იმ პერიოდში, როცა ვიყავი სკოლის დირექტორი, ხო? ან მათ დამრიგებელი ვიყავი, ან რაღაცა. და ეს რა თქმა უნდა, ვიღაცა მიიღო ეს როგორც პროფესია, ზოგმა ახლა მკითხაობა დაიწყო. არ მაინტერესებს, მე ვიცი რომ უამრავ ადამიანს ვეხმარები, მე ვიცი რომ აქ მე მკითხავი სონია არა ვარ, მე ისე ვაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ დავიმატე სხვა ინსტრუმენტები, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად ვიყო საჭირო სხვა ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემთანს დავეხმარო, იმიტომ რომ ჩემთანს თუ არ დავეხმარე, სხვებს როგორ დავეხმარო და მე უკვე ვეხმარები სხვა ადამიანებს და ძალიან აი თქვენი აქ კომენტარები, ეს არის დასტური იმისი, რომ ძალიან ბევრი თუნდაც ახლა, ანუ ვინც იყო პირად კონსულტაციაზე იმაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ ვინც აი თუნდაც უყურებს ვიდეოს, ვიცი რომ ძალიან ბევრს დაგეხმაროთ, კიდეც ურთიერთობაში, კიდეც ფინანსებში და კიდეც კარიერაში. ეს არ არის კარგი, ხო არის კარგი, არის. აი თქვენც ესეთი ადამიანი ხართ, რომელიც აქ პრინციპში უჯერებთ თქვენს გულს და მაინც თქვენს გამოცდილება რო გაქვთ, მიდიხართ იქ, სადაც თქვენი გული დაგეძახებს. აი ეს არის თქვენი მხარდაჭერა. ნახოთ რა დაბრყოლები ან რა შეზღუდვები დგას ახლა ამ წუთში თქვენს წინ, რა დაბრყოლები. ნუ აქ არის ხო გეუბნა რა სიტყვიან ხალხი. პირველი ეს მომენტი არის, მეორე მომენტი აქ არის შეიძლება ძველი პროგრამები არის, აქ შიშები. ეხლა ნახეთ, მე-20 არკანი აქ ძალიან მიყვარს, მე უზომოდ ვაფშე მიყვარს, მაგრამ აი აქ ამ დასწრაში ძალიან ლამაზი რა. აქ შეიძლება თქვენ თუ დაუშვათ რამე წინსვლა არა გაქვთ, თქვენ ეხლა
აი даже რას ვეტყოდი, არანაირი დაბრკოლებაც არ აქვს, იცით? მეოცე არკანს არ შეუძლია რამე დაბრკოლება მოგცეს. მხოლოდ და მხოლოდ ის დაბრკოლება შეიძლება აქ იყოს, როცა შენ არ უსმენ შენს სულ. როცა შენ აი იცით რა არის, შეიძლება აი აქ თქვენ ნახოთ თუნდაც ახლა სიზმრები, შეიძლება ნახოთ ნიშნები, შეიძლება 1000 რაღაცა იყოს, მაგრამ თქვენ ამას არ უჯერებთ. აი ეს არის, იმიტომ რომ მეოცე არკანი ეს როცა უკვე საგვარეულო მაქსიმალურად შენ რამე გაძლევს ნიშნებს რა. როცა შენ აი დაუშვათ, ნუ მითითებები გაქვს. აი მაგალითად შენთან მოდიან კონსულტაცია და ვეუბნები, რომ შენ საგვარეულოში ბევრი ცოდნა არის დაგროვილი და უნდა გასცე შენ. იმიტომ რომ ანუ არის უკვე მოვიდა დრო რომ შენ უნდა გასცე, იმიტომ რომ ნუ რაღაცა შეიძლება დაუშვათ იყო ვიღაცა შენს საგვარეულოში ძლიერი ეზოტერიკოსი, ან ძლიერი იყო მეტაფიზიკოსი, ან ძლიერი თქვათ იყო ადამიანი, რომელმაც ნუ რაღაცა ცოდნა ჰქონდა, მეცნიერი იყო, ხო, მაგრამ ვერა, იმიტომ რომ სხვადასხვა პერიოდები იყო, სადაც სხვათაშორის აქ შეიძლება იცით როგორი შიში ჰქონდეთ, მე მქონდა ეგეთი შიში სხვათაშორის ტაროსი და როცა გავხსენით ჩემი მატრიცა, ნუ ხო ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ეგაც რომ გაოცებული ვიყავი, რომ ღმერთო ჩემო, თურმე რამდენი უკვე წინაპრებსაც უნდა გაეკეთებიეთ ეს, რამდენი უკვე რომ დავიწყე გამოძიება, მოვაჩინე რომ თურმე იყო საგვარეულოში ეს ცოდნა, მაგრამ ვერა, აი მაგალითად ახლა ბებია ჩემი იყო, პატარა გოგო, როცა დაინახა ანუ სიზმარში, იმიტომ რომ ქონდა მაგას, ეს ჩემი მაგის სახელი მქვია და მაგას ქონდა რაღაცა შიშები, ბავშვი იყო, უთხრა მამიდამის რაღაცა სიზმარი ვნახა, რომ აი ჩვენ სოფელში ეს ადამიანები გარდაიცვლებიან და მართლა ეს რომ მოხდა ბავშვის ცემეს. რა თქმა უნდა, ამან დახურა ეს ყველაფერი, მაგრამ რა ხდება, ნახეთ, ეს გადადის მე, ანუ რაღაცა ცოდნა რაც ქონდა, შეიძლება მე თქვა, მაგრამ ის რა პერიოდი წარმოიდგინე ბეჭემ. ანუ ის პერიოდი ისეთი იყო, როცა არ შეიძლებოდა არაფრის თქმა. რა თქმა უნდა, ეს დარჩა მასში და ეხლა უკვე მოვიდა დრო, იქ ახლა ძალიან საინტერესო ისტორიაც იყო, ჩემ მატრიცა რო გავარჩი, ჭკვიდან შევიშალე. ზუსტად ბებიაჩემი რო გარდაიცვალა, მე ვიჯექი მის გვერდით და ჩემზე გადმოვიდა უფრო მეტი წილი ამ ცოდნის, ხო? და რაც ბებიაჩემ არ დახარჯა, იმიტომ რომ გქონდა შიშები, ხო? და ჩაიკეტა და ეხლა რას ქვია, ნუ აი ეგეთი. შეიძლება თქვენ შემთხვევაშიც ეს არის, რომ თქვა დაუშვათ მეშინია. რატო გეშინია? იმიტომ რომ აქ სულს რაღაცა გაკეთებული ისეთი, თქვათ, ნუ რასაც თქვათ ვერა განახორციელა. ან საგვარეულოში იყო ეგეთი პრეცედენტები, რაც გადმოვიდა შენ და შენ ვერ ხსნი და შენ გონია რომ კი რაღაცა ინტუიციაც მაქვს, რაღაცა, მაგრამ შეიძლება რაღაცას მეშინია, ხო? რატო ხდება ეს? ზუსტად იმიტომ რომ ეს უკვე პროგრამები არის ჩართული შენში, რომელიც არ გაძლევენ შენ საშუალებას, მაგრამ აი ზუსტად მაგიტომ ვიძახე, რომ ჩემთვის მაგალითად იყო ტრიგერი, როცა დავინახე, რომ ის ადამიანი, ვისაც მე სწავლობდი, რომ თქვა ერთი სიტყვა ეკოლოგიურად სუპრად მუშაობს. всё, ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და ეხლაც ჩემთან სულ მოდიან ესეთი მოსწავლეები, ვისაც აქვს პროგრამები, სადაც სული წინა ცხოვრებაში რაღაცას აკეთებდა არასწორს და ეხლა უკვე უნდათ რომ ეკოლოგიურად ცოტა დაეხმარონ, რომ შავი მაგია და ეგ სისულელეები არ არის სისულელე, მაგრამ ჩემთვის ეს ღმერთო ჩემო შორს. რა, ვისაც უნდა და აკეთოს, ჩემს სულს ეთყობემდენია გაკეთებული, ხა შიში აქვს მარტო ამ სიტყვაზე რა, რომ არის რაღაცა მაგდაგვარი რა. და მოსწავლეებიც ეგეთების ხელშეს მოდიან ჩემთან და რა, ეს შიში ეგრევე მიდის, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით აქ აგერას აკეთებ, ხა ცუც ხო გიხსნით რაღაცებს რა. უბრალოდ არ მეხმარება მაძლევს მიმართულებას, რა მიმართულებას უნდა ავირჩიო, რომ გელაპარაკო და უფრო კარგად აგიხსნათ და ვიღაცისთვის ზუსტად ეს ინფორმაცია ხა არის საჭირო, შეიძლება სულ ყველასთვის არა, მაგრამ ვიღაცისთვის კი ბატონო რა. ამიტომ აქ დააკვირდეთ თქვენ რა პროგრამები გაქვთ თქვენ, ვისაც მატრიცები უკვე გაგაკეთებული, თუ გაქვთ შეიძლება რუკები გაგაკეთებული ასტროლოგიური, იქაც ამბობენ რაღაცებს, ანუ შეგიძლიათ ნახოთ იქ რა პროგრამა, რა გიშლით ხელს. მიხვდეთ? აი ეს არის რა პროგრამები მუშაობს თქვენში, რა გაქვთ ასეთი, რომ თქვენ გეშინიეთ. ვისაც აი ნუ ეს ასე რა, всё არ გავჩერდით ამაზე დიდი ხანი რა. ნახოთ რა შესაძლებლობები და პერსპექტივები გაგიხსნებათ. ნახოთ ეხლა ჩვენ. აი რისიც გეშინოდეთ.
ზუსტად რისიც გეშინოდეთ, რაშიც თქვენ არ იყავით დარწმუნებული, აი ზუსტად შეიძლება აი აქ თქვენ გქონდეთ სიზმრები, რაც გაწუხებთ და რისიც გეშინიათ. ნახეთ, აი ნუ რა ვქნა მაპატიე დღეს რაღაც უჩემ მაგალითზე ვლაპარაკობ. ჩემთანაც ზუსტად იყოს, მე როცა უკვე მერე გავაკეთე, ცხრიანი იყო ზუსტად აი ეს ხმალების რომ მართლა შიში მქონდა, მე კი მიყვარს და კი დავდევარ სამკითხაოდ, მაგრამ ეხლა მე თვითონ რას ლაპარაკობ, შიში მქონდა უდიდესი და ეს შიში გაიხსნა. გაიგეთ რა ხდება? ზუსტად აი ამას გეუბნებით, თუ რისიც თქვენ გეშინიათ, ხო გეუბნებით შეიძლება აი როგორც გითხრა, შეიძლება ცეკვა გინდა, სიმღერა გინდა, ნუ რა ვიცი, რაღაცა კიდე გინდა, ხატვა გინდა და გეშინია. იმიტომ რომ რატო გვეშინია ჩვენ ისევ უბრუნდებით. რას იტყვიან ხალხი, ხო? იტყვიან რომ რაღაცა ვერა ვარ კარგად. ამ ასაკში რაღა დროა, ხო, ნუ რაღა დროა, ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. 54 წლის ასაკში KFC-ს მე მგონი ყველას გაქვს გასინჯული. იმისმა პლომბელმა 54 წლის ასაკში გახსნა თავის საქმე. რა პრობლემა იყო და კიდე არა, გატყუებთ, უფრო მეტი 70 წლის მე მგონი იყო. 54-ის იყო მაკდონალდსი ვინც გახსნა. ხო და წაიკითხეთ, აი წარმატებული ადამიანების ისტორიები დაინახავთ, რომ ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. არა, ის პენსიაზე რო გავიდა ის მე მგონი პოლკოვნიკი იყო, ეს KFC, ხო იცით ეს ქათმისის რაღაც. ხო და აი მაშინ დაიწყო მაგან ეს და ისეთ საინტერესო ისტორია აქვს, რომ რა ვიცი. მაგრამ ხო შეიძლებოდა რომ მაგასაც ცვენოდეს რომ თავის ქათმები დადიოდა ახლა და სთავაზობდა ამ რესტორნებს და ხო იფიქრებდნენ რომ გიჟია, მაგრამ არ უყურებდა, იმიტომ რომ მაგას ეს მოსწონდა, უნდა და აკეთებდა რა. ამიტომ რისიც გეშინიათ ძალიან და რასაც თქვენ არ გაძინებს და არ გაძლევს საშუალებას, ხო? აი თქვათ, ნუ არ ენერგიულად, აი ეს არის თქვენი საქმე. ზუსტად ეს არის რა. აი რაზეც ძალიან უარყოფ, ძალიან უარყოფ, აი ეს არის სინჯეთ, მოსინჯეთ, რა მოხდება ახლა? არაფერი, ხო? ნახოთ ახლა რა უნდა გაუშვათ ან შეცვალოთ თქვენ რა უნდა აი დროს რო წელავთ, აი ახლა ვიფიქრებ, აი კიდე, ახლა დრო არა მაქვს, ახლა არ არის მისი დრო, ახლა კიდე იქნება და გავიდეს კიდე რაღაცა პირო, აი მოდი მომავალ წელს, აი ფული რომ ექნება, აი ეს არის ყველანაირად თქვენი სიტუაციები, რომელიც უნდა გაუშვოთ და შეცვალოთ რა. იმიტომ რომ არასოდეს არ მოვა ის დრო, არასოდეს არ გახდები შენ უფრო ახალგაზრდა, უფრო ისა, არა, მოგივიდა სურვილი, გინდა დაიწყე გააკეთე რა. იმიტომ რომ დრო ისე მიდის, რომ იჯექი და ელოდე და ანუ ახლა აი მე მოდი მომავალ წელს, მოდი აი 2 წლის მერე, აი ახლა მე რო დავბრუნდები იქიდან ნუ გეუბნებით. აი ყოველთვის ერთი რამე დაიმახსოვრეთ, რომ ჯერ ყველაფერი აბსოლუტურად ჯერ ჩვენ ჩავიფიქრეთ დღევანდელი თქვენი ცხოვრება, რაშიც თქვენ ხართ ამ წუთში, რა ეს იმ ცხოვრებთ და იმყოფებით, ეს იყო თქვენი გუშინდელი და გუშინწინდელი ფიქრები და აზრები. ხო? თუ არაფერი შეიცვალა, ესე იგი თქვენ ვაფშე არაფერს არ ცვლით, ნუ აქ ახლა ზომიერება, ანუ იწელება და იწელება. მიხვდით? ცხოვრება მიდის, მე თქვი ახლა რაღა დროსია. გამიგეთ? აი ეს უნდა შეცვალოთ თქვენში. აუცილებლად, რომ კი მომინდა, მოდი სინჯო, მოდი ვნახო, მოდი გავიგო. მეც რო დავიწყეთ არ ვსწავლა 0 თეთრი მქონდა, 0. მაგრამ მე ვთქვი ეს მინდა, მე ამ ადამიანისგან უნდა ვისწავლო და ფულიც მოვიდა. ამიტომ გეუბნებით რა. არა, ნუ მე ჩემ მაგალითზე გეუბნებით, თქვენ დაუშვათ ვაფშე შეიძლება სხვა რაღაცა გაინტერესებთ, ხო? უბრალოდ მე გეუბნებით თქვენ აი საერთოდ სიტუაცია. ეს ასე მუშაობს. მე მაგალითები მაქვს სხვადასხვა პროფესიებზე, იმდენი რომ რავი, წლები ვმუშაობ ბედის მატრიცის კონსულტანტად და ამიტომ იმდენი ისტორიები მაქვს რომ რა გითხრათ რა. ხო და უბრალოდ ნუ წელავთ დროს. უსმინეთ თქვენს სულს, არ უსმენთ თქვენ სულს. აი შემიძლია გითხრათ თუ დაუშვოთ, აი კიდე ხართ გაჩერებულები რა. და ვნახოთ ახლა შემდეგი ნაბიჯი რა არის, რომ იმისთვის რომ თქვენ გქონდეთ წინსვლა. აი ზუსტად თქვენი შემდეგი ნაბიჯი ეგ არის, რომ აქ სამყარო არის თქვენსკენ, ანუ რისკზე წადი, რისკზე, ნუ ზღუდავ, გააკეთე რამე, იმოქმედე რამე რა.
გადით თქვათ ეხლა უფრო მასშტაბურად იფიქრე, მასშტაბურად იფიქრე. აი ეხლა რომ მეფიქრა მე მაგალითად რომ ვაიმე ნეტა რაში ვისი ვჭირდები მე ხა საქართველოში რომ დავიწყე ხა მუშაობა ამ ტაროლოგად, იმდენი არიან მე ჩემი ადგილისა და ვაფშე არ მაინტერესებს ეხლა არაფერი. ანუ ვიცი რომ მე მაგ ცოდნა, მე ვიცი რომ არიან ადამიანები, ვისაც ჩემი ცოდნა ჭირდება, მორჩა, всё. იქ დანარჩენებს არ მაინტერესებს მე რას აკეთებენ, ხო? და იმიტომაც ვუშვებ კიდე უფრო მეტ ტაროლოგებს, იმიტომ რომ მე ხარისხიანს ვუშვებ, ხა აკადემიური ცოდნა ეს არ არის, სადღაც ახლა 2 თვე ვისწავლე ვიღაცასთან და ვიცდა რომ არა. ჩვენ აქ ვსწავლობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მასშტაბურად და ამიტომ არის თქვენს თუ დაუშვათ ბიზნესი გაქვთ, ხო? და წელავთ იმას, რომ აი ხვალ ზეგ რაღაცა, აი მოდი მასშტაბირობა გააკეთე, გააკ ერთი კაფე, გახსენე 2 კაფე, ხო? ხო შეგიძლიათ სხვადასხვა დაუშვოთ იმაში. ატელიე გააკ, ერთი ატელიე გახსენი, 2 ატელიე დაუშვოთ, ხო? მასშტაბირობა გააკეთე შენი შემდეგი ნაიბიჯი, ხო? უფრო ხარ დაუშვოთ ახლა მუშაობ ოფლაინ, გადე ონლაინ, იმიტომ რომ ახლა 21 ენერგია ეგ არის. თუ გინდა საზღვარგარეთ მართლა წასვლა და შენ ხედავ რომ იქ არის შენი ფული, იქ არის შენი ცხოვრება, იმიტომ რომ სხვა შეს მატრიცაშიც არის ბევრჯერ ისეთი მონახსენები, აი ჩემი შემთხვევაც ეგ არის ზუსტად, იქ სადაც შენ დაიბადე, შეიძლება იქ არ იყოს შენი ისეთი განვითარება, ვიდრე სხვაგან. დავიბადე რუსეთში, დავბრუნდე საქართველოში და აქ არის ჩემი ყველანაირი წარმატება და წინსვლა ხდება საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ დავიბადე რუსეთში, რატო? იქ ვიღებ თქვათ ინფორმაციას, რაც საჭიროა მე აქეთ გადმომაქვს. ნუ ასეთი მისია დამაკისრეს, რა ვქნა. აი თქვენს რაღაცა გაქვთ ეგეთი მასშტაბური რაღაცა და ზოგს მართლა აქვს ეს მატრიცაში, რომ უნდა შეცვალოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. იმიტომ რომ მისი განვითარება, მისი ცოდნა არის საჭირო სხვაგან. ან ზოგისთვის კიდე ამარკანებით შეიძლება იყოს, რომ თქვა აიღოს ცოდნა, იქ სადღაც ისწავლოს თქვა საზღვარგარეთ, დაბრუნდეს და აქ უკვე მასშტაბურად გასცეს თქვა ეხლა ეს თავისი ცოდნა. ნუ პლუს კიდე ხო ანუ მასშტაბირო, всё, მე სხვა აქ არაფერი არ მომდის ისეთი რა. კი, უნდა შეცვალო შენი მიდგომა, არ უნდა იფიქრო, ღმერთო, აი სულ მაგას მე არ უნდა იფიქრო იმაზე, ვინ რას იტყვის. ადექი და გააკეთე. ხალხი ყოველთვის რაღაცას იტყვის. აი ყოველთვის მუშაობ, რაზე მუშაობ, არ მუშაობ. ნახე ეს მუშაარი რანაირად გდია, ონლაინ გახვედი და ისა რა ქვია, ნეტა რას აკეთებს, ხა იმ ონლაინ სახში ზის და ეს ფული საიდან არის წყობა საყვარელი ყავს. გეუბნებით, ნუ უსმენთ, ნუ რა ვიცი, თქვენ სულს, თქვენს გულს, როგორც უნდა, ისე მოიგეცით თქვენ, ნუ უსმენთ, იმიტომ რომ თქვენ თუ არ იქნებით ბედნიერი, თქვენ თუ არ იქნებით თქვენთვის წარმატებული, თქვენ ვერავის ვერ დაეხმარებეთ გულით და სულით, დამიჯერეთ, ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. და შედეგით ნახოთ თქვენი, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ, ეს ახალი დაიჭირე, დაიჯერე, ნუ გაკ ეჭვი. ნუ გაკ ეჭვი და ნამდვილად ეს იქნება შენთვის, ეს შენი ახალი საქმე არის შენთვის, აი გამოგიყვანს ნამდვილად შენ ამ ცუდი მდგომარეობიდან, გაგეხარდება ძალიან, ხალხი წამოვა და აი აქ ვიღაცა ვინც დაიწყებ თქვენ ნამდვილად ახალ გზას, მე გეუბნები თქვენ გექნება ძალიან დიდი წარმატება, შემიძლია გითხრათ, დამთავრდება თქვენი ის უფულობა, დამთავრდება ის ვაფშე საერთოდ, აი აქ უნდა მოდის სიტყვა ესე დაიკიდოთ, ახლა ვინ რას იტყვის, გეუბნები აგერ დაიჭირეს პენტაკლების ტუზი, всё. იმიტომ რომ აქ ადამიანი თუ თავის თავს აირჩევს სამყაროს, ნამდვილად თქვენ გადაგიხდით იმას, რისი ღირსებიც ხართ. თქვენ